გამარჯობა ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი კამეტი არ შეუძენია და არ გამოუყენებია. აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით ეს ნივთიერება უწყებას საერთოდ არ გააჩნია. BBC-ს მოყვანილი ფაქტები კი არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. გამოძიების ფარგლებში BBC-ს რესპონდენტთა დიდი ნაწილი უკვე გამოკითხულია. მათ შორის ჩატარებული კვლევის ავტორები. ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ გასული წლის დემონსტრაციებზე აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო ქიმიური ნაერთი კამეტი. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულები ამბობენ, რომ შესაბამისი დასკვნა თავად ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტებმა გამოიტანეს. საქართველოს პოლიციამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, როდესაც რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მასობრივი არეულობა, ძალადობა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, დაშავდა 171 პოლიციელი, გადაიწვა პარლამენტის შენობა ფაქტიურად და მისი წინა ფასადი. ამ შემთხვევაში პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული საშუალებები, ის იყო ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის იყო წყალსატყორცნი და იყო შესაბამისი საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერების საკითხს, გაკეთდა განმარტება, რომ თითქოს და ის გამოყენებული იყო კამეტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე, გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც განმარტა, რომ ყველა საშუალება, რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესაბამისი სტანდარტების. რაც შეეხება კონკრეტულ ნივთიერებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება წარდგენილი იქნება გამოძიების წინაშე და საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და დარწმუნდებით, რომ არანაირი მომწამლელი ნივთიერება და მათ შორის კამეტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ყოფილა გამოყენებული. ფრაქცია გახარია საქართველოსთვის BBC-ს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოთხოვნით მიმართავს. ამ თემაზე დღეს პარტიის წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გახარიას გუნდის მოთხოვნას ქართულ ოცნებაში ყურადღების გადატანის მცდელობათ აფასებენ და აცხადებენ, რომ ყველა კითხვას პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება გასცემს. მართლ გუნდში უმძიმეს, თუმცა დაუდასტურებელ ბრალდებებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ. საგამოძიებო კომისია კი არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა. სწორედ ამიტომ ფრაქცია საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ზოგადად ის, რომ საქართველოს არ ეშინია არანაირი გამოძიებისა, ეს ფაქტია, იმიტომ ხისიერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ამ გამოძიების კრიტიკით არიან ოპოზიციონერები დაკავებულები, იმიტომ ხედავენ, რომ გამოძიების პირველსავე დღეებში ის ადამიანები, ვის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ანალიტიკასაც იყო დაყრდნობილი BBC-ს ეს სიუჟეტი ერთი მეორეს მიყოლებით, ასე ვთქვათ, შორს იჭერენ თავს BBC-ს ამ ფეიქ სიუჟეტში გაჟღერებული აზრებისაგან. გამომდინარე აქედან ახლა ყურადღების გადატანა სურთ რეალური გამოძიებიდან. ჯერ დამთავრდეს რეალურად გამოძიება, დავინახოთ ჩვენ კარგად თუ რა შედეგებს მოიტანს გამოძიება და თუ ამ გამოძიების შედეგები რაღაცა კუთხით იქნება არადამაკმაყოფილებელი, აი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ობიექტური საჭიროება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისა. რა თქმა უნდა, როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, რაღაც მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მცდელობა არის ქვეყნის წინააღმდეგ. იგივე კეთდებოდა თუნდაც, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იყო თითქოს მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ. თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა, რეალურად PR კამპანია იყო და ამაში თანხები იყო გადახდილი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა და ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად BBC-ს მხრიდან. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ და დანარჩენი დაველოდოთ გამოძიება, სადაც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით.
ქიმიური ნივთიერება კამიტი, რომლის შესახებაც BBC საუბრობს და ამტკიცებს, რომ წყლის ჭავლის მანქანაში შეურიეს, რეალურად წყალში არ იხსნება. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტები და ტოქსიკოლოგები საუბრობენ. კამიტი იგივე ბრომობენზილის სამხედრო შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება ცრემლდენების ჯგუფს და რომელსაც იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში. ჭამს ფოლადს და სხვა ლითონების უმეტესობას. კამიტის ჩასუნთქვისას ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, უკიდურეს შემთხვევაში კი კომა და გარდაცვალება. BBC-ს მასალებში დასახელებულ ქიმიურ ნივთიერებებზე ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა. BBC-ს მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა ქიმიური სითხე, ტრიქლორეთილენი და ქიმიური ფხვნილი ბრომბენზილციანიდი. BBC ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს. ტრიქლორეთილენი მართლაც არის კარგი გამხსნელი, ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. კამიტედ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ ასევე მცირედ იხსნება წყალში. ამასთან ბრომბენზილციანიდი ჭამს ლითონს და ამიტომაც მას მინის ამ ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ. შესაბამისად ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც. რა იქნებოდა, რომ საბრძოლო ნივთიერება თუ გამოიყენოს კამიტის გამოყენებაზე რა რეაქცია იქნებოდა, რომელი სიმპტომები აქვს განვითარებული ადამიანს, ისეთი როგორც იყო სულის შეხუთვა, კანის დავთვა, ცრემლის დენა. არ არის ეს საკმარისი. მარტო ესე მომენტი, რომ სიზავთა სისტემაზე მოქმედება. საბედნიეროდ არც ერთი ცუდი შემთხვევა არ ყოფილა ლეტოლობის, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. რო ყოფილიყო საბრძოლო მოწამლები ნივთიერებით მოწამლა, ჯვარი რწერია. ძალიან ცუდი გართულებები იქნებოდა. ათეულობით მოწამლულებთან გვექნებოდა საქმე და მაღალი იქნებოდა ლეტოლობა, ანუ სიკვდილიანობა. ცოცხალი ხე მან დარჩებოდა, არ დარჩებოდა, დიდი ალბათობით ნამდვილად იმოქმედებოდა გარემოზე. იმ ზონიდან ვერ უნდა გამოსულიყო წესი. საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეპესე ბათუმის ნავთობ ტერმინალის ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10,000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით მისგან მალულად განაკარგეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მაკაბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა. მანამდე დარბაზში რამდენიმე გამოსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32 მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. იზი ბურნაძე აშუქებს ეუთოს მინისტერიალს. იზი, რაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა? სუვერენული სახელმწიფო სამართლიან მიდგომას ითხოვს. ქვეყნის სათქმელი საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში ეუთოს პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 32 მინისტერიალის შეხვედრაზე მაკაბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აქცენტი გააკეთა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოკუპაციაზე პასუხისმგებელი არის სწორედ რუსეთი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი ანექსისკენ გადადგმული ნაბიჯები და ჰიბრიდული ომი არ უნდა დაუშვან. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას არღვევს, საქართველოს კი სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ეუთოს ტრიბუნიდან პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. წლევანდელი წელი ეუთოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე 50 წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის. საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს. ეს
პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ეუთოს თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნახეთ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ფინელი დიპლომატი რუსთაველიზე მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, მათ ხარდაჭერაც გამოუცხადა. მოგვიანებით ამის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატთან შეხვედრაც გაუქმა და საქართველოში მოვისმინეთ შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატმა ვენის კონვენცია დაარღვია და გააღვივა პოლარიზაცია, რომელიც არსებობდა აი ამ აქციასთან მიმართებით. ელინა ვალტონენი იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა და ჩვენ ვიცით ისიც, რომ ფინელი დიპლომატი აი ამ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმდა კიდევაც. მან ასევე დღეს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა სწორედ სოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე, როგორც უკრაინასთან მიმართებით, ისე საქართველოსთან დაკავშირებითაც. მან საქართველოში ვიზიტიც გაიხსენა და განმარტა ის მიზნები, თუ რისთვისაც იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ყურადღების მიღმა არც კაია კალას დარჩენია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებულები უნდა გაათავისუფლოს. სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებში პოზიტიური განვითარება ვიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მტკიცეა ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ჩვენ გავაუმჯობესეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობა და გამოვიყენეთ სასაზღვრო დიპლომატია. საქართველოში ჩემი ვიზიტი ასევე შეეხო დემოკრატიულ უკუსლას და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ და დემოკრატიული უკუსლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ყველა ბრალდება, რომელიც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებას უკავშირდება. სწორედ დეზინფორმაციულ კამპანიაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მიზანმიმართული კამპანია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ზოგიერთი აქტორის მხრიდან ხორციელდება და ეს ყველაფერი პოლარიზაციის გააღრმავებას უწყობს ხელს. ამ მიზნით კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოროტად გამოიყენება ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც. თუმცა მაკა ბოჭორიშვილმა მსოფლიოს ეუთოს ტრიბუნიდან უთხრა ისიც, რომ ამ კამპანიის მიუხედავად საქართველოს სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, ასევე იცავს საკუთარ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ხოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვართ შეშფოთებული მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმავოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათ და მის საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველო აგრძელებს სტაბილურობის
გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ. საქართველოს მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გარდა სიტყვით გამოსვლისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი დღე მინისტერიალზე საკმაოდ დატვირთულია, იმართება ორმხრივი შეხვედრები. ამ დროისთვის მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ლუქსემბურგის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ყველა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გააღრმავება. თუმცა გრძელდება მინისტერიალის პირველი დღე, დაგეგმილია ასევე მაღალი დონის შეხვედრები დღეს საღამოსაც. მადლობა იზი, ეუთოს მინისტერიალს აშუქებს იზი ბურნაძე. ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო, აცხადებენ ქართულ ოცნებაში. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესებში საქართველოს დაზიანება არ შედის, რასაც ვერ ვიტყვით ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. გამოცემა ჰილის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის ინიციატივა იყო, რომელიც უკვე მეორედ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ დაბლოკა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესში საქართველოდან ოპოზიციაც მონაწილეობდა. თავად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულები. მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის შეფერხებები, რომელიც არსებობდა, კიდევ დამატებით რაღაც არგუმენტაციებს ელოდებიან კონკრეტული სენატორები თუ კონგრესმენები თუ სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამერიკის სახელმწიფოს წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა ამ მეგობარი აქტისა, რომელსაც რეალურად ქვია მეგობარი აქტი, პირდაპირ განმარტება შეიძლება არ იყოს მეგობარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი და პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში. ნაციონალური მოძრაობაც და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურად იქნება ჩართული ყველა დოკუმენტის მიღებაში, რომელიც დოკუმენტიც ქართველი ხალხის ინტერესს და ქართველი ხალხის სურვილებს გაამყარებს. ეს ერთის მხრივ არის იმედის მომცემი ცალსახად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენები და სენატორები ჯანსაღად უყურებენ ზოგადად ამ პროცესს, ხედავენ, რომ ეს მეგობარი აქტი არის ჩვეულებრივი მანიპულაციური დოკუმენტი, რომლითაც ცდილობენ რომ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის ჩვენი მხრიდან პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იმედის მომცემი ნაბიჯი, არა საბოლოო აქტი, მაგრამ იმედის მომცემი კარგი პირველი ნაბიჯი იმისა, რომ გადაიტვირთოს საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ამ მომენტს, როდესაც ამ ტიპის სიგნალები გადაითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ასეთ გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი ინტერესით გადავტვირთოთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეშედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ, წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმიდან 2 თვის თავზე კვლავ ბრიუსელის დუმილზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს. დღეს 4 დეკემბერია, 2 თვეა ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეშედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიც ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატევის. 4 ოქტომბერს იყო ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი გამოსული. 4 ოქტომბერს ჩვენ ნახეთ ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაციები, ხო? ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ხედავენ რეალობას, თუ რა არის ქმედება ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რეჟიმის მხრიდან და მათი განცხადებებიც და მათი პოზიციებიც იქნება შესაბამისი.
თავის თავს ხوار დაგმობენ პირველები ის იყვნენ ვინც ახალისებდნენ ამ ყველაფერს აფინანსებდნენ და უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა ზოგადად ის არეულობა პოლარიზაციის გაღვივება ექსტრემიზმის ახალისება ძალადობრივი ჯგუფების ახალისება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული და გარედან თავსმოხვეული ლელო ძლიერი საქართველო ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას განაგრძობს. ძლიერი საქართველო დღეს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნავს, რომ პარტია მოქალაქეებთან კოალიციურ პარტნიორობას ისევ ინარჩუნებს. ლელოსთან თანამშრომლობას ადასტურებს ელისაშვილის პარტიის წევრი ქეთი თურაზაშვილიც და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი საქართველო ალეკო ელისაშვილს გაემიჯნა მათთან პარტნიორულ ურთიერთობაში რჩებიან. ალეკო ელისაშვილი ამ დრომდე პარტია მოქალაქეების თავმჯდომარეა. ჩვენ მკაფიოდ ზუსტად გავმიჯნეთ ყველაფერი ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაში საერთოდ არც ლელოს წევრია არც ლელოს ამ შემთხვევაში ის არის მისი პარტიის წევრი და მისი პარტიის როგორც ვიცი თავმჯდომარე და ხელმძღვანელი იმ პარტიაში არის უამრავი ადამიანი რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც ამ შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტები ბუნებრივია თანამშრომლობდით მონაწილეობდით არჩევნებში ეს ყველამ კარგად იცის და მისი თანამშრომლობა ამას გეკითხებით მისი პარტიის წევრებთან ბუნებრივია ხო მისი პარტიის წევრებთან ამასთან დაკავშირებით იმ პარტიასთან რომლის თავმჯდომარეც არის ელისაშვილი და რომლის ქმედებებსაც ერთი წუთით რომლის ქმედებებსაც ბუნებრივია თუ ვინმე რამე საერთოდ მიუღებელ ქმედებასთან თუ არის საუბარი რომელიც უნდა დადასტურდეს გამამტყუნებელი განაჩენით ჯერ ერთი გამამტყუნებელი განაჩენით უნდა დადასტურდეს ჩვენ ვართ კანონმორჩილი სამართლიანი და სამართლებრივი ძალა მოქალაქეები ამ განცხადების მერე მას შემდეგ რაც ემიჯნებიან ელისაშვილს წყვეტენ თანამშრომლობას ლელოსთან? ჩვენ ვაგრძელებთ ყველანაირ თანამშრომლობას, რაც ქონდა არაფერთან. თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მისი პროტესტი ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო. განცხადებაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარტია ლელო და მოქალაქეები ვაგრძელებთ თანამშრომლობას. არაფერსაც არ გამიჯნია. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ახლა კვალიფიკაცია ყოველ შემთხვევაში გამოძიება მასე მისცა, ტერორისტული აქტის ჩადენას ცდილობს, რომ ამას უწოდო თავგანწირვა. მაშინ ყველა ტერორისტი თავგანწირულია, იმიტომ თავს წირავს. ხო? ეს ლოგიკა თუ საქართველოში ტერორის სხვანაირი შეფასება აქვს, და მსოფლიოში სხვანაირი. ამიტომ ლელოს გაგება ტერორიზმისა არის ის, რომ თურმე ეს არის ადამიანის თავგანწირვა მაღალი იდეალებისათვის. რა თქმა უნდა, ახლა ელისაშვილი უნდა ეს ყოფილიყო მკაფიოდ, კაცრად და არა ორაზროვნად დაგმობილი ეს საკითხი და თავისთავად მისი ადგილი არანაირ კოალიციაში ან პოლიტიკურ პარტიაში აღარ უნდა არსებობდეს. კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა იყო. 154 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22 პოზიციაზე გავიდა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რათა შეაფასოს ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი პირადი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვებია: გრძნობთ თავს უსაფრთხოდ ღამით მარტო სიარულის დროს თქვენს ქალაქში ან ასევე ენდობით თუ არა ადგილობრივ პოლიციას თქვენს ქალაქში ან უბანში. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას ევროკავშირის შენგენის ზონის და ნატოს წევ 30 სახელმწიფოს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავის ვეტოლებით, არავის ვედრებით ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება იყოს დაცული მაქსიმალურად. სხვადასხვა ტიპის საფრთხისგან იქნება ეს კრიმინალი, კორუფცია, საერთაშორისო საფრთხეები, ტერორიზმი, ომები და ათასი უბედურება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ კონკრეტული ნაბიჯებით, კონკრეტული ქმედებებით და ამას ხედავს საზოგადოებაც, ხო? და აფასებს ამას საზოგადოება. ყველაფერი დანარჩენი ვაი შედარებები მოლდოვასთან და უკრაინასთან ვიდრე პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი შედარებები რომ თურმე საქართველოს რაღაცას ჩამორჩება, ეს არის ბუნებრივია აბსოლუტური манипуляция, ტყუილი ხალხის ემოციებზე თამაშის მცდელობა, კონკრეტული საქმით, კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტული სტატისტიკებით თუ ინდექსებით უკვე მე რამდენად მტკიცდება, რომ რეალურად საქართველოს არის წინ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით.
დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. სამართალდამცველებმა 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ამოღებულია ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ცხეთამთიანეთის პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტით ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია 2 პირი. ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლები პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ საგურამოში ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტომყოფ პირს და ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საწარმოთა საქმიანობის შედეგებზე ინფორმაციას აკვეთნებს საქსტატი. ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბრუნვამ 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესებშიც. 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა 10%-ით და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ ხელოვნების გართობისა და დასვენების დარგზე მოდის. მეორე ადგილზეა ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილებისა და მოტოციკლეტების შეკეთება, რემონტიც. მთლიანი მოცულობის 23.5% შეადგინა დამამუშავებელი მრეწველობის დარგმა, რომლებიც საკვების, სასმელების და სამშენებლო მასალების წარმოებას მოიცავს. თუ ბიზნესი დაინახავს, რომ პროცესები კარგად მიდის, ის კი არ ამცირებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის კიდე დამატებით ინვესტიციები. წინა კვარტალებში კომპანიები 65% ამბობდა, რომ უნდა გააფართოს საინვესტიციო აქტივობა, 35%-ზე მეტი ამბობდა, რომ უნდა გაზარდოს დასაქმება. მე პირადად მაქვს, რომ მეოთხე კვარტალში აქტივობა კიდევ უფრო მაღალი იქნება და ეს ხდება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს მზარდი ტრაექტორით გაიზრდება, ასე ვთქვათ, მათი საინვესტიციო აქტივობაც. ზრდის დინამიკა შეინიშნებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის მიმართულებითაც. მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7%-ით მეტია. ამ მიმართულებით ლიდერი დარგები ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობაა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენციებს ასევე განაპირობებს ის სწორი და მიზანმიმართული მხარდაჭერი მექანიზმები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტულობის ზრდაზეა ორიენტირებული და რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ახორციელებს, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო არის საკმაოდ მიმზიდველი და რჩება მიმზიდველი კერძო სექტორისთვის ბიზნეს საქმიანობების გაზრდის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაშიც. დასაქმებულთა რიცხვმა 814,000-ს გადააჭერბა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია. ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 5500 კვადრატულ ფართობზე განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანება. მოიწყო კომბინირებული სპორტული მოედანი. პროექტზე 800,000 ლარი დაიხარჯა. ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, სადაც კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს არის დადიანის 34 ნომერი, შიდა ტერიტორია მთლიანად იქნა მოწესრიგებული. ესე იგი საპარკე ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლებული, ახალი ხემცენარეები დაირგო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, რადგან გვინდა რომ თითოეულ უბანში შევიდეთ. ხედავთ ირგვლივ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში აქ მცხოვრებ ადამიანებს ეკნებათ ძალიან სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე ვარჯიშისთვის. 6000 კვადრატულ მეტრამდე განხორციელდა სრული სასკვერი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ფაქტიურად მთლიანად შეიცვალა
გამწვანება, დაიგო რუნონული ბალახი, ასევე განათებები მოეწყო, ვიდეო საფრთხო კამერები, ყველა ასაკის ადამიანისთვის არის გასართობი ადგილები, საბავშვო ატრაქციონები, ასევე სრული რეაბილიტაცია მოხდა სტადიონის. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას რუსთავის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება. წლევანდელი კამპანიის მთავარი თემა კიბერძალადობაა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ, ძალადობა სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. წლევანდელი თემა არის კიბერძალადობა. ვიცით, რომ ონლაინ სივრცეში საკმაოდ გამძაფრებული არის ძალადობის მიმართულებები. ჩვენი პრიორიტეტიც ამ მიმართულებით არის და იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ასევე სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით, ერთიანად შევძლებთ, რომ მაქსიმალურად დავიყვანოთ მინიმუმზე მსგავსი ტიპის ძალადობები. კამპანიას უერთდება რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. დღევანდელ შეხვედრაზე რუსთავში მონაწილეობას ღებულობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც უფროს კლასელების დასმულ ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მოთხოვნით რეზოლუცია სპეციალურ საგანგებო სესიაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ უზრუნველყოს ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება. ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ პუტინი მშვიდად არ შეგუება რუსული აქტივების კონფისკაციას. ვინ თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია, ამბობს ბარტ დევევერი. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით წნეხი წარმოუდგენელია. რეალურად ვისჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს. ეს ზღაპარი და სრული ილუზია. არც არსებობს სურვილი, რომ წააგოს და იმ ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არასტაბილურობა დამყარდეს. ვისჯერა, რომ რუსული აქტივების კონფისკაციას პუტინი მშვიდად მიიღებს. მოსკოვმა შეგვატყობინა, რომ აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში ბელგია და მე პირადად ამის შედეგებს სამუდამოდ ვიგრძნობთ. რუსეთმა შესაძლოა დასავლეთის ზოგიერთი აქტივიც დააყადაღოს. მათ შეიძლება რუსეთში მოქმედი ყველა ბელგიური ქარხანა წაიღონ. თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს, ყველაფერ ამაზე ვიფიქრეთ? არა, არ გვიფიქრია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიისთვის მოსალოდნელი რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო. პასუხისმგებლობის გაზიარების არარსებობის პირობებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით თბილისში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალი აზერბაიჯანის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციის ვიზიტი იმართება. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციას დღეს თბილისის საკრებულოში უმასპინძლეს. Very productive meeting. დღეს თბილისის საკრებულოს წევრებთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ხედვები განვიხილეთ. მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტად პრაქტიკული იქნება. თბილისის საკრებულოს წევრებმა შეხვედრა გავმართეთ პარტია ახალი აზერბაიჯანის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციასთან. მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ეს შეხვედრა გახლავთ სწორედ დასტური იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება აქტიურად ხორციელდება პრაქტიკაში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში საღვთო ლიტურგია შესრულდა. ეს დღე 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. მართალნი იოაკიმ და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიხავთ ღრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. იოაკიმეს და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება. და
და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყველა წმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით აზარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს. კურიერი 6-ზე დასრულებულია, მე დღეს ამიდგემშვიდობებით, თქვენ ახლა კი ეთერს უთმობთ სპორტს, არ გადართოთ რამდენიმე წამში გელოდებათ ლაშა დვალიშვილის სპორტის სიახლეები.